უკრაინაში პუტინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 30 წლის გიორგი დამენია ემსხვერპლა. მისი ოჯახი წარმოშობით სენაკიდანაა. დამენია კი უკრაინაში დაიბადა და უკრაინის მოქალაქე იყო. ყველაფერი ჩემი ბრალია, ეს გინდათ თქვენ. კალაძე ლოტკინის სკვერში მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არიღებს და აცხადებს, რომ 14 წლის გოგოს დაშავების მიზეზი ვანდალიზმია. მე რომ მიკროფონი წაგართვათ, თავში ჩაგარტყათ და გითხრათ, არაფერ შუაში ვარ, რადგან მიკროფონი მყარად არ გეჭირათ ხელში, იგივე შედარებას აკეთებთ. ასე უპასუხა მან კითხვას, რატომ არ იყო მყარად დამაგრებული რკინის კონსტრუქცია, რომელიც მოზარდს დაეცა. ბათუმში ერთ-ერთ სკვერში ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ბათუმელებს ფაქტი მერიაშიც დაუდასტურეს. უწყებაში ირწმუნებიან, რომ სკვერში ატრაქციონები გამართულია და არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ბავშვის დაზიანება. რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი ივანოვი მოკვდა. ის 73 წლის იყო. ივანოვი კგბ-ს ყოფილი თანამშრომელი იყო, მსახურობდა საგარეო დაზვერვაშიც. საბჭოთა სპეცსამსახურებში ერთობლივი მუშაობის პერიოდიდან იწყება მისი და პუტინის ნაცნობობაც. იკავებდა რუსეთის ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობებსაც.